მოგცეთ ხო ისე უბნოდა ეთანხმებოდა რაღაც მე რა უკვე ნელ-ნელა რა მოხდა თუ აღარ იღებდა ეს კაბინეტში ხვდებით აი ნუ ესე განვითარდა ნელ-ნელა პარტიის ახსნაც რომ აი იყო მეგობრობა ადრე რა მოხდა ანუ დაინახა ამა ნაკლოვანებები უკვე ის იმედებით არ გამართლება რითაც მოვიდნენ და დააჯერეს ყველა რომ აი რევოლუცია რა მოყვებოდა და აი აქედან გამომდინარე შავლას აი ესე დაშორება მოხდა აი ჩემი აზრით ყველაზე დიდი სამართლებრივი პრობლემა საქართველოში და სანამ ეს არ მოისპობა არაფერი არ იშველება არც სასამართლოს არაფერს ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპცია ეს არის ისეთი ნორმა საყოველთაოდ აღიარებული რომ ამის დარღვევა დემოკრატიულ ქვეყანაში ხო ეს არის წარმოუდგენელი რამ ანუ წინასწარ ადამიანს რომელსაც აკავებ უკვე შენ იმას არ იქნება დამნაშავე საკვირია კონკრეტული საქმე აქვს ჩემო გიორგი არ შემიძლია უბრალოდ რა არ თქვა დააკავეს პიროვნება რომელიც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში შემდეგ კი გახდა სუდად შემდეგ სუდად რო გახდა დაუყოვნებლივ წაიყვანეს სამოწყოფოში ახლა არ მინდა გვარების დასახელება და სამოწყოფოში გარდაიცვალა ის დაკავებული პიროვნება მეორე დღეს რითი გარდაიცვალა და ოჯახმა რო ატეხა გავარდნენ სახალხო დამცველთან აი პოლიციამ დააკავა ეს მოხდა ის მოხდა პოლიციაში გარდაიცვალა სამოწყოფოში მოგვიკლეს ის დაამძინეს გამკესა მოგვიკლესო რა კაცი ცემაშიო რა ვისაც მე ვისაუბრე ეს არის ლევან გელბახიანი აი რამდენიმე თვის დაწყებული ქონა პოლიციაში მუშაობა ოქმიშდგენ არიცოდა რა წესიერად ბავშვი პატარა ბავშვი ფაქტიურად იმ დღესვე გიორგი გენერალური პროკურორის მონადგილე ბრიფინგს ატარებს და აცხადებს ტელევიზორში რომ ჩვენი თანამშრომლები აიო გამოვავლინეთ ჩვენი თანამშრომლებიო ლევან გელბახიანიო მამუკა ჩადონელიო და კოკოლიშვილი არის რომლებმაცო ჩაიდინესო წამებაო პატიმრის დაკავებული პატიმარიო აწამესო ხელში ახოცეს რა თემაში მოკლესო აწამესო და ჩვენო ამათო სამაგალითო დავჯიტო და დადგინდა რა რომ ლიკვიდის მერე დადგინდა რომ რა წამება რა ხელის დადება ის ხელის დადება კაცი თავის სიკვდილით მოხდა რა ზუბედურება რა რომ მოხდა რა გარდაიცვალა ახლა ვეუბნები დაცვეთქვაში რომ ბატონო მოსამართლე თქვენი ჭირიმე ახლა ჩვენთვის ხო ყველასთვის ხადია რომ ეს შეკითხები ბრალდება მაგრამ ფაქტია ყველაფერს უდაოდ დამტკიცებულია ნუ მოდი ნუ დავშით ამ ხოლოს ხო და ნუ მოკლედ ნუ და ასე იქნებ ნუ დაადგინეს განაჩენე მიუსაჯეს 11 წელი რომ ანუ რა ქნეს ისი ფაქტურად მიუსაჯეს მინიმუმი თუ სასამართლო ჩათვალა რომ მან ანუ პოლიციელმა წამებაში ამოხადა სული პატიმარს მინიმუმს რატომ აძლევს იარზე ლაპარაკობს ერთმა და არის მსხვერპლზე რა ის პოლიციელები ვინც მართლა მწყვანები არიან იმას არაფერი ვინც მართალია იმას იჭერდა 11 წლიანი 4 წელი დაწყებული ქონა სამსახო აქ რა მოინტერესებს აი ხა ამათ ხელისუფლების პირობებში რომელიმე საქმე სისხლის სამართლის აი ქონია შენ პირადად რომელიც მოგიგია მიმართლე გაგიტანია მართლებელი განაჩენი პროკურატურას ვერ აჯობ არ ქონდა ხო შეიძლება შეთანხმება მოხდეს რაღაცა იმას შეიძლება ისეთი შედეგი დაადგინო რაც უკვე ბრალდებულისთვისაც ის იქნება მისაღები და ჩვენთვის მისაღები ესე ვთქვათ რომ აი ამას ხომ ვაღწიეთ რაღაც სიმართლე რაღაც ხო გაირკვა ბატონო პრობლემა ჩემი აზრით რა შეიძლება მარტივად მინდა ვთქვა არავის არ მოვა პრობლემა ჩვენშია რა 2004 წელს გაიხსენეთ სატელევიზიო დაბატიმრებები როდესაც იყო და რამდენი გულწრფელები ვიყოთ რა რამდენჯერ შეგვიხედია აი რაღაც გული მოგვიფხანი აუ რა კარგი იქნეს ხო მე სხვაზე არ მინდა ვისაუბრო რამდენჯერ იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი რა და ეს ჩვენი განწყობა დაიწყო ცოტა უფრო ადრე ის შურია გაუტანლობა რევანშისტული მომენტები არის იქ ადამიანს ჩვენ მზათა ვართ ყველაფერი დავადანაშაულოთ ოღონ ჩვენ პირადად არაფერი არ შევიყოთ რა ხო 2004 წელს როდესაც იქმნებოდა ეს მონსტრი აი ეს რეალურად რომელიც დღეს მონსტრის სახით აქვს ხო ხო აი მაშინ ჩვენ ეს ჩვენ არ შევქმნათ იქ მოდი რაღაცები იყო ვინ შექმნა ვინმე მოგვიყვანა ვინმე მისახნა ეს მონსტრი რასაც დღეს ქვია საქართველოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო შევქმნით ჩვენ თვითონ ხო ჩვენი სიჩუმით ბატონო ჩემო იმ ცივილიზებულ სამყაროს რო უყურებ ჩვენ იმათ რომ გადასარევად ცხოვრობენ კარგად არიან ეგრეთ წოდებული ასე შემდეგ კარგად ის ჩვენ იმას რატო უყურებთ მარტო როგორ ისვენებენ როგორ მუშაობენ იმასაც უყურებთ რა და როგორ ჩუმად არ არიან პატარა როგორ შეიძლება სხვისი უფლებების შელახვაზე თუ გაჩუმდები შენი უფლების შელახვა კარზე მოგოდგება ხვალ შენი უბედურება ჯვარი წერია საუბარი არასრულწლოვანთა დანაშაულის
ასაკის დაბლა დაწევაზე 12 წლამდე ხო და თუ ყველა კანონ პროექტს ახლავს დასაბუთება თავ ხო იქ ეკონომიკურ ნაწილში იქ იურიდიულ და ასე შემდეგ და სხვა. მაინტერესებს ერთი დასაბუთება, იმიტომ რომ მე არა ვარ კომპეტენტური, მე არა ვარ პედაგოგი, არა ვარ ფსიქოლოგი და არა მაქვს ჰობის დონეზე რომ ციცოდე, არა გაქვს უფლება რომ ასაღო შენი რა თქმა უნდა როგორც რაღაცა მეტნაკლებად ჭეშმარიტება და მონადირე ხარ ადამიანი აზრს რომ მეკითხება მე უნდა უთხრა რომ ან არ ვიცი უნდა უთხრა ან რაღაცა და მაინტერესებს სპეციალისტების მოსაზრება იმას ეკონომიკური ნაწილი რო წავიკითხე ხო შემზარა ცუდად გავხდი რა წერია იცით რომ ეს კანონ პროექტი ყოფილა კარგი იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ზედმეტ დაფინანსებას არ ითვალისწინებს ხო უყურეთ რაზე ასაუბრებ რა თემ სოფლიოში ცივილიზებულ სამყაროში რა როდესაც ბავშვთა არასოწოლთა დანაშაულებებზე არის საუბარი ხო პირველ რიგში იქ ადენ ბავშვების იზოლაციაზე კი არის პატიმრობაზე და ასე შემდეგ არამედ იქ იხარჯება უზარმაზარი თანხები თუნდაც დაკითხვა როგორ უნდა აწარმოოს მაგდროს ეს სპეციფიური საკითხია სადაც პროკურორი და ადვოკატი დაპირისპირებული მხარეები კი არ არიან ერთ და იგივე საქმეს აკეთებენ წარმოიდგინეთ თქვენ რა როგორ უყურებს ამას ცივილიზებული სამყარო და აქ კიდე ხო ანუ შენ შეგიძლია დამნაშავედ შენაც ხო ის პატარა ადამიანი 12 წლის ხო ნებისმიერ დანაშაულზე რა ნუ ხო და თანხები დამატებით არ ჭირდება დაუშვათ ამ ბავშვს პათოლოგიები აქვს დაუშვათ აღზრდაში სადაც შეიძლება ოჯახურმა გარემომაც იმოქმედა შეიძლება თავისუფლად ფიზიოლოგიური მომენტებიც აქვს რაღაცა ხო ამას ჭირდება რა რომ სუროგატული გარემო მაინც უნდა შეუქმნა ოჯახის ხო ის არ არის ჯერ სოციალური რა ის ვერ წყდება იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ისე ის შეიძლება დაიკარგოს საერთოდ ხო რა სიამაყე და რა ბედნიერება ის რომ შენ იცი რომ აი რაღაცნაირად არ ხარ დამარცხებული რა აი ეს განცდა აქ შავ დამარცხებული და გამარჯვებული ხარ ხო არა ვერავინ მე ხო ჩაგაგდეთ ხო ჩვენ ხო დავიჩაგდეთ ჩვენი ოჯახი ხო აი შალო დედაცის განსაკუთრებით უზიმეს ყველაფერი ხო და მაინც აი განსწავლო გაქვს რომ იცი რა არის კი მოვიწყე მე ვამაყობ იმით რომ შალო გაუწეხები რა თქმა უნდა და ეს მადლებია ძეგლი იცი როგორ გიხარ შინაგანი ბედნიერება ალბათ აი ეს და აი რამდენ ხანში ნახულობ მე მაგასაკი მათ შეგუქი მათ იცლება ეს ისა რა ქვია მშალოთ საჯელი და შეორჩენი არის ესე მაგას ჩვენ როგორ დაკავშირებულია ესეთი მინა ოღონდ იქ არის კიდევ ესეთი ძალიან წატრებული ალთულები და გაკეთებული ტელეფონი ჯობა გამოდის მაგისტოში კი ალბათ მე მგონი უფრო ადრე და შალოთ უფრო ადრე გამოვა მე ეს მგონია ბუდუ თუ აქ შევიკრებით ჩვენ მთელი საქართველო ერთ მიზნად, ერთ სულად და ერთ ნებად და ამაში არ ჩავდებთ მართლა ყველაფერს მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ისე ჩემო ლამაზო და ტკბილო ადამიანებო რომ ზოგი იძახის რომ აი ის ვინმე დაუშვათ 9 აპრილის მერე რა უნდა ვაკეთოთ ეს გვაქვს ჩვენ გაწიჩნო ძალიან კარგად მე ვიცი და მჯერა სად და რაზე მივდივარ 9 აპრილს რა და ვისაც გჯერე გაგვატარეთ ძალიან თქო და მე ერთი რაღაც ვიცი რომ უკან ნაბიჯის გადამდგმელი არა ვარ არც ერთი წამის და ეგ ნამდვილად ვიცი რა დედიკო ჩაიდე პირში ერთი ნაჭერი დედიკო ერთი ნაჭერი დედიკო პიროსმანი მინდა რა დედიკო სახში მინდა რა ქალბატონო ფინეთიკოზა გამიკეთე ერთი პოზა